მე ნუ მასწავლეთ რა უნდა. ხმას მოუწევ. როგორ? ხმას მოუწევ. ეს ინდექსი იქ ზესტაფონში უთხარი თქვენ. მე როგორც მინდა ისე ავწევ ხმას. როგორც გინდა სახლში შეგიძლია. ოდა სახლია ეს ჩემი. ჩემი სახლია. შენი სახლიც რო არის, მაშინ შეძაციებ, მაგრამ ახლა ეყობა დაკისა. ვიდრე იმაზე რაზე მოვედით. და არა იმაზე რას მეუბნები და რაღაცა, რაცაც გეუბნები, რაც ხტივა, კაცმა აცია ეს თემა, ლოკომოტივის და მე უხარი რომ ტყუილია. იმიტომ რომ 90% მიჩვეულები ხარ თუ ტყუილის ლაპარაკს. ვინ ვართ მიჩვეულები? 90%. ვინ აიგლებენ? 90%. პრესის ფურცლებზე დაწყებული ცხარე კამათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვია ციჭინავასა და ზესტაფონის პრეზიდენტ ილია კოკაიას შორის დღეს ფედერაციაში გამართულ სხდომაზე გაგრძელდა. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ზვია ციჭინავას პროექტი 12 გუნდი უმაღლეს ლიგაში გახდა. როგორც ცნობილია, უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ ბოლო წლებში ატეხილ ფარულ აჟიოტაჟს ციჭინავამ წერტილი დაუსვა. მისი თქმით, მომდევნო სეზონიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 12 გუნდიანი გახდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ოპოზიცია ამ ინიციატივამ გააღიზიანა. ზესტაფონის პრეზიდენტი ამ იდეის განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 12 გუნდიანი ჩემპიონატისთვის აუცილებელი ელემენტალური პირობები ქვეყანას არ აქვს. იდეის განსახორციელებლად პირველ რიგში 12 სტადიონის და მოედნის შექმნაა საჭირო. დღეს ორი სტადიონი გაქვს. რატომ აქვს ორი სტადიონი? აბა რომელ დაანჩენ ყანას თქვენ სტადიონს ეძახით. რომელს ეძახით თქვენ ყანას ვიწვევით? ყველა თქვენ ზუგდიდიდან დაწყებული დამთავრებული ბოლნისამდე. კარგი, ზუგდიდი ყანაა. ჩვენი ახლა ვაპირებ დავთესავთ იმას რამეს და მოვიყვანთ ბიზნეს გავაკეთებთ. თქვენ დაგიდათ, მითხარით, ეს დაგიდათ, მაშინ გავაკეთოთ როგორც თქვენ გიდათ. და გავაკეთოთ ფეხბურთის ფედერაცია ილია კოკაიას. რაშუაშია ფეხბურთი? აბა რატომ ამბობ თქვენ რომ ეს გავაკეთე ოფარტო არ არის თქვენ აქ იმიტომ მოხვედით რომ ვიმჯეროთ. შეიძლება თქვენ გადაწყვეტოთ ყველაფერი და თქვათ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მე ჩამა ასო ფიქსირებდა ეხლა თუ კი ბატონო მე გისმენთ რაღაც ეს ინტეგრირებული ფორმულები ჩემპიონატი უნდა არა რაზეა ლაპარაკი. უკეთესია მე მეგეთქვით და მესამე კარები დააყენეთ სამკარავი თამაში. არ კიდე საჯებს მიეცით უფლება თამაშამდე 10 წუთით ადრე შეცვალოს წესები რა. სიტუაციის გამწვავების შემდეგ დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა, თუმცა როგორც ჩანს, სხდომის მონაწილეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მხარეები მასმედიასთან თავიანთი პოზიციების დაცვას არგუმენტებით ცდილობდნენ. ზვია ციჭინავას პროექტის მიხედვით უმაღლესი ლიგა 12 გუნდის პირველ ეტაპს 2 წრედ ჩაატარებს. თითოეული გუნდი 22 მატჩს ითამაშებს. ამავე პერიოდში დასრულდება პირველი ლიგის გათამაშება, რომელშიც 2 წრედ მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტადიონების ასაგებად ფედერაციამ სპონსორები უკვე მოიზიდა. ამ ახალი პროექტის შედეგად გუნდებს საუკეთესო პირობები შეექმნებათ, როგორც ვარჯიშის, ასევე თვითრეალიზაციისათვის. ჩემი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა სხვადასხვა რეგიონებში, იმიტომ რომ ეს პროექტი გეოგრაფიას, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას ზრდის. ანუ უფრო მეტი შანსი გვეძლევა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დინამოს პრინციპით ჩემპიონატის ჩატარება ჩემპიონატს ყველა დონეზე სასურველ დაძაბულობასა და ინტრიგას შესძენს, უმაღლეს ლიგაშიც, პირველშიც და რეგიონულშიც. სიჭინავას ოპონენტები ამ ეტაპზე ფორმატის რადიკალურად შეცვლას ქართული ფეხბურთისთვის ლახვის ჩაცემის შეფასებას აძლევენ. ეს არ არის ფეხბურთის განვითარება, ეს არის უბრალოდ რაოდენობის გაზრდა ჩემპიონატის და ჩვენ გვინდა რომ ხარისხიანი ჩემპიონატი გქონდეს და არა 20 გუნდი თამაშობდა ჩემპიონატში. ხო ალბათ მაგ შემთხვევაში რა უნდა ვქოთ? პროტესტის ნიშნად ჩვენ ჩემპიონატს არ დავტოვებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სუდი იქნება თვითონ ფეხბურთისთვის და ფეხბურთელებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის. ეს არის პროექტი, კიდე მას სჭირდება დამუშავება და როდესაც თუ კი ის საკითხები, რომელიც ამ პროექტს უკან უდევს, ის ყველაფერი შესრულდება, მე მაშინ გაძლევ გარანტიას, რომ ორი ხელით დავუჭერ. რეგლამენტის შეცვლა ეს არის დაუშვებელი. ჩვენ თამაშობდით ამ კანონებით და უნდა დავამთავროთ ამ კანონებით. ეს არის რეალურად შესაძლებელი რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის შექმნა მომდევნო სეზონის დაწყებამდე, ასე რომ თუ ეს შესრულდება, ჩვენ ნამდვილად ხარს დაუჭერთ და ნამდვილად გვერდში დაუდგებით ამ პროექტს. ჩვენ ვარ წინააღმდეგი გუნდების დამატების იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა დარჩა ის სიტუაცია, რაც დღეს არის. თუმცა ფედერაცია გვპირდება, რომ გამოსწორდება მდგომარეობა და ჩვენთვის მისაღები აზრი არის ის, რომ როცა გამოსწორდება, მერე დამდგარიყო ეს საკითხი დღის წესრიგში.
12 გუნდიანი უმაღლესი ლიგის პროექტი ჯერ არ დამტკიცებულა, მხარეები კი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. პროექტის მოწინააღმდეგეები სიჭინავას კეთილგონიერებისკენ მოუწოდებენ. თავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი ამ ინოვაციის დამტკიცებას აუცილებლად მიიჩნევს და 2011-12 წლების სეზონიდან უმაღლესი და პირველი ლიგების და თასის გათამაშებისთვის მილიონიანი საპრიზო დაწესების პირობას დებს.